მოგესალმებით ობიექტივი განაგზობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ ობიექტივის ღამის სტუდიას ანი გიგნაძესთან ერთად და დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმ აუდიო ჩანაწერებზე და პროცესებზე, რომელიც ამ ჩანაწერებმა გამოიწვია, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დიალოგს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ სასაუბროდ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჩიქაშვილი, რამდენიმე წუთში შემოგვიერთება თბილისის სტუდიაში პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხან-მოურავი უკვე როგორც გვატყობინებენ ბათუმის სტუდიაშია და მზად არის მონაწილეობა მიიღოს ჩვენს გადაცემაში. მაყურებელს და მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს გავრცელდა აუდიო ჩანაწერები, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, წევრები საუბრობენ ამა თუ იმ სცენარზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ არა, როცა ნაციონალური მოძრაობა დამარცხდება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. თბილისის სტუდიაში დავსვამ პირველ შეკითხვას, რადგან არ ვიცი ზუსტად ხმა მოდის თუ არა ბათუმის სტუდიიდან. მერაბ, თქვენ გქონდათ დღეს ბრიფინგი, რა იყო თქვენი მთავარი მოთხოვნა დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ აი ამ კადრებს? დიახ, მოგესალმებით, მე ვსალმები სმენელს და მაყურებელს, მე ვსალმები ბათუმს და ბატონ დავითს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აქვე უნდა ითქვას, რომ თავადანმა ირმამას სწორად და ზუსტად თქვა. ბუნებრივია აქ საუბარი მედის ახლა ავთენტურობაზე, არა ავთენტურობაზე, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უმეტესმა ნაწილმა კარგად იციან უკვე და სწორად ხვდებიან, ვინ არიან ეს ადამიანები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სააკაშვილის თავში დიდი ხნის განმავლობაში რა ხდება, როგორი ბოღმა აღააჩნია ამ ადამიანს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიცით და არაერთი ფაქტია ამის თაობაზე და ჩვენ არაერთხელ პატრიოტთა ალიანსს არაერთხელ უთქვამს გაუცხადები ეკიდევას და გაუფრთხილები ეკიდევას ხელისუფლება და საზოგადოება. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილი სულ ეხლა ხანს ერთ-ერთ არჩევნებზე სარფში მოცუცქდა, შიშარა სააკაშვილი სარფში მოცუცქდა და ჩაისვამდა და იქიდან აკეზებდა ზუსტად თავის იმ ადამიანებს, ვისი იმედიც აქვს და ყველაფერმა ახალ თითქმის დევიზად გაიხადა ნაციონალურ მოძრაობამ ბათუმში შემოვა მიღება. დიახ, ბუნებრივია და ზუსტადაც ის ფონი, რაც ახლა სამეგრელო აჭარაში ხდება, ზუსტადაც ის თავიანთი ესეთი ეიფორია, ასე ვთქვა, თუ რა სტილით აპირებენ ეს ადამიანები, ბუნებრივია და რა განწყობებით აპირებენ ეს ადამიანები, ბუნებრივია იმ დესტაბილიზაციის კერების შექმნას, რომელზეც საუბარი მიდიოდა. ჩვენ არაერთხელ სხვა შორის მე და ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გავაკეთეთ განცხადება 2 კვირით ადრე, რომ ჩვენ დიახ ზუსტადაც ევროპელებთან, ჩვენ ევროპელ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად არაერთხელ გქონია ინფორმაცია, რომ დიახ ასეთი ტიპის რაღაცები იგეგმება და კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი დღეს რაც იყო, მთავარი მესიჯი რაც იყო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ თუნდაც ამ ევროპელებს თხოვან, რომ სასწრაფოდ დაეხმარონ გამოძიებაში, თუ ეს ავთენტურობაზეა დასადგენილი, თუ სხვა რამ ექსპერტიზაა ჩასატარებელი, რაც შეიძლება მალე. საქართველოს აქვს ეხლა კიდევ ერთი შანსი მიეცა 8 ოქტომბრამდე კანონიერი გზებით ხელისუფლებამ და პროკურატურამ შესაბამისად ბუნებრივია ერთხელ სამუდამოდ დაადგინოს, რომ ეს ფაქტები მართალია, რომ სააკაშვილი ბუნებრივია თავად ლაპარაკობს კიდევაც ამ თემაზე. მე ხა იბერიის ეთერში უთხარი კიდევაც და შეგესაბთა სამინისტროს მოუწოდე კიდევაც, რა პრობლემაა გადახედოთ თუნდაც აეროპორტში ამ ბოლო დროს ვინ შემოვიდა და გავიდა უკრაინიდან, ვინ დაფრინავს ხშირად უკრაინაში. რატო გვიკვირს სამი მაჟორიტარი კანდიდატია აქ საუბარი არის ამ ვიდეო ჩანაწერში სამი მოქმედი დეპუტატზეა საუბარი და სამივე მაჟორიტარი კანდიდატია. როგორ ფიქრობთ ხა? ჩანაწერის შინაარს მივბრუნდებით მერაბ და საგამოძიებო უწყებების მუშაობასაც საქმე აღიძრა 315 მუხლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. დიახ. პირდაპირ დავითთან გვაქვს უკვე კონტაქტი. ბატონ დავით, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. გამარჯობა. ბატონ დავით, თქვენ როგორ შეაფასებთ იმ აუდიო ჩანაწერს, რომელიც გავრცელდა დღეს და რომელსაც არც თუ ისე ერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვა არასაზოგადოებისგან, არამედ პოლიტიკური სპექტრისგან და ასე ვთქვათ, არასამთავრობო სექტორისგან, თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან? ვინმე არის, ვისაც ეჭვეპარება ახლა საქართველოში საღად მოაზროვნეს, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია. რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია, მე მგონი ეს უკამათოა. ბატონი მიხეილ სააკაშვილი არც პირველად, არც მეორედ, არც მესამედ და არც 30-ად გვეუბნება, რომ ხან იქ ჩამოვა, ხან აქ ჩამოვა, ჩამოდის კიდევაც ზოგჯერ. იგივე სარფს გავიხსენებ, ორჯერ მოაწყო უკვე სარფში ორჯერ ბრძანდებოდა, ოღონდ ვერ შემოდის იქ თურქულ მხარეს დგას და აქით ხარეს მისი მხარდამჭერები დგანან და რაღაცა თათბირებს აწყობს, ხან აქით ხარეს დგანან, ხან იქით ხარეს დგანან. ხან გვემუქრება, რომ თველზე ჩამოვა კახეთში, რატო არ ჩამოვიდა, ძალიან მაინტერესებს და მუდმივად ლაპარაკობს ის რევოლუციაზე.
ეს რა პირველი შემთხვევაა თუ მეორე შემთხვევაა? ჩვენ გვახსოვს შარშანწინ ხან საწყობში საბურავებს აგროვებდნენ და იძახდნენ რომ ახლა ჩვენ საბურავებს დავწვავთ და მაიდანს მოვაწყობთ. ხან კიდე რაღაცა იმუქრებოდნენ რომ ჩხუბს ავტეხავთ. მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს საუბარი ნამდვილია. ბატონ დავით, გასაგებია ვთქვათ, რომ ეჭვს არ იწვევს მიხეილ სააკაშვილის ზოგადად ქცევები და ეს აუდიო ჩანაწერი შინაარსთან, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელებული ეს აუდიო ჩანაწერი, მისი შინაარსი და პოლიტიკური სპექტრის, ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება მოსახლეობის ზოგადად პროცესის და სახელმწიფოს მიმართ? მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის სრულიად არაჯანსაღ გონებაში ნამდვილად არის ესეთი აზრები. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი არ არის ჯანსაღად მოაზროვნე, საერთოდ ჯანსაღი ადამიანი არ არის. ის მასმე რაც ხელისუფლება დაკარგა, სულ იმ ილუზიებშია და სულ იმ ფიქრებშია, რომ როგორმე კვლავ დაიბრუნოს ხელისუფლება და ფიქრობ, რომ ის რეალურად ფიქრობს, რომ საქართველოში მოაწყოს რაღაცა რევოლუცია, ხავერდოვანი ან არახავერდოვანი ან ძალოვანი და დაბრუნდეს. სხვა თემაა ეს რა გამოუვა მას თუ არ გამოუვა. ეს სხვა საკითხია. მე ვამბობ, რომ ის მართლა ამას ფიქრობს და მართლა ამაზე სხვადასხვა ადამიანებს ესაუბრება. ეხლა მე არ ვიცი კონკრეტულად ვის ესაუბრა და ამას ვერ გეტყვით, მაგრამ რომ ის ამაზე ფიქრობს და როგორც მინიმუმ ახლა ვიღაცას თქვა გიგაბოკერიას ალბათ ამაზე ელაპარაკება. მე ასე მგონია, რომ ელაპარაკება და თუმცა გიგაბოკერიას ჩანაწერების მიხედვით სხვა მიმართულებით სურს, რომ პროცესები წაიყვანოს და კოალიციების შექმნას ზესაუბრობს, რასაც იმიტომ რომ გიგაბოკერია უფრო ჭკვიანია და უფრო რეალისტურად აფასებს რეალურ ვითარებას და მიხეილ სააკაშვილი ვერ აფასებს რეალურად ვითარებას, მაგრამ მე ვიმეორებ მას სურს, რომ მსგავსი რაღაც განახორციელოს. მეორე თემაა მე გეუბნებით შეძლებს თუ არა. იმიტომ რომ იგივე აჭარაში ხალბატონი სანდრა ბრძანდებოდა და 500 კაცი ძლივ შეკრიბეს იქ და მე შევახსენებ ყველას ეხა ბათუმში ვარ მეც შეგახსენებ ჯერ ესეთ რომ მე თვითონ პირველი ნომერი ვარ აჭარის სიაში უზენაეს საბჭოს სიაში 1 ოქტომბერს დღის 3 საათზე აი აქ ერასმოედანზე მედიაზეკთან ჩვენ ვიკრიბებით 1 ოქტომბერს და თქვენ ნახავთ რომ 15 და 20000 კაცი შევიკრიბებით ჩვენ და შეიძლება 25000-იც ასე რომ ძალები განუზომადია ჩვენ ყოველთვის დავჯაბდით სააკაშვილებს, მაგრამ ამ კაცს რომ ზიანის მოყენება შეუძლია, ეს ფაქტია. მას უნდა რაღაცის გაკეთება. შეიძლება რევოლუცია ვერ მოახდინოს, მაგრამ საზოგადოებაში შეიძლება ბევრი ცუდი პროცესი გამოიწვიოს. შეიძლება დაძაბულობა მოხდეს განსაკუთრებით აჭარაში. აქ თურქეთის ფაქტორია, რომელსაც ყველა გაურბის, ტყუილა გაურბის, საკმაოდ ძიმე ვითარება, ასე რომ მან ზიანი რეალურად შეიძლება მოგვაყენოს აქ და ძალიან ცუდი რამეები შეიძლება მოხდეს ის რაც ჩვენთვის ძალიან გულსათქენი იქნება და ფიზიკურადაც შეიძლება დავზიანდეთ. ვერ გაიმარჯვებს. ეს გასაგებია, ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ ზიანი შეიძლება მოგვაყენოს. ამიტომ ჩვენ უნდა ძალიან ფრთხილად ერთის მხრივ, მეორეს მხრივ გონივრულად და მესამეს მხრივ ამავდროულად აქტიურად უნდა მოვიქცეთ. ესე იგი, ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, აუცილებლად რეაგირება აუცილებელია. კარგია რომ აღიზრდა სისხლის სამართლის საქმე. აუცილებელია რომ მოვითხოვოთ უკრაინისგან დღეს სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახლავთ, იქ ოდესის გუბერნატორია ოლქის, უნდა მოვითხოვოთ მისი ხელმისაწვდომობა დაკითხვისთვის. ამისთვის უნდა მიმართოს პროკურატურამ აუცილებლად უკრაინის სახელმწიფოდ. არ ვიცი მიმართა არ მიმართა, რაღაც წყაროები ამბობს რომ უკვე მიმართა, თუ მიმართა ძალიან კარგია. თუ არ მიუმართავს უნდა მიმართოს. გამოძიება ძალიან აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს და უკვე ეხლავე უნდა დაიწყოს ზომების მიღება. რა ზომები შეიძლება გატარდეს და რა არის პატრიოტთა ალიანსის ან საზოგადოების მოთხოვნა ამაზე ოდნავ მოგვიანებით მინდა ვისაუბროთ თუ შევალთ ჩანაწერის შინაარსზე მინდა გთხოვ მე რა კომენტარი იყო ნახსენები გიგაბოკერიას გვარი ალასანიაც კიდევ რამდენიმე გვარი და საერთოდ მონაწილეობდნენ პეტრე ცისკარიშვილი აკაკი მინაშვილი აკაკი ბობოხიძე და არ მინდა რომელიმე მარგალიტი გამომჩეს ნაციონალური მოძრაობიდან ის დიალოგი რომელიც მათ შორის წარიმართა და რომლის ავთენტური
მოგზაურობაც ალბათ დადასტურდება, დიდი ეჭვი მაქვს მე ყოველ შემთხვევაში რომ ასეა. რას გაფიქრებინებს, რა უნდათ ამ ადამიანებს, საითკენ მიყავთ პროცესები და მათი სცენარი თუ განვითარდება მოვლენები, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ? სხვადასხვა ბატონმა დავითმა თქვა რომ რეალისტურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ვერ არწმუნებენ სააკაშვილს, იმიტომ რომ სააკაშვილი რომ არ არის ნორმალური ვიცით, მისი სიჯიუტე ვიცით, მას რა სურვილებიც აქვს ვიცით, ის ახლა არის ილუზიებში, ის ვერ არწმუნებს, ესენი ვერ არწმუნებენ იმ ადამიანს, რომ აქ ის მეთოდებით არ გამოვა. მან ერთხელ თქვა, რომ სხვა შორის ყველაზე მეტად კარგად რევოლუციები გამოსცეს. გახსოვთ, ადრე პირველად რომ ჩავიდა, რომ წავიდა საქართველოდან, გაიქცა, მან ეს თქვა. ბუნებრივია ზუსტად ამ საუბარში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რაც ირმა ინაშვილმა თქვა. ეჭვი საზოგადოებას არ ეპარება ამ ადამიანების ხმებში ათენტურობაში კი ბატონო, მაგრამ თუნდაც რომ დარწმუნდეს ყველა რომ ეს ათენტურია. გარდა ამისა, ხომ ხვდებით რა სტილისტიკა იქ? სააკაშვილს ბობოხიძე, გიგი წერეთელი და კიდევ ძმანი მათი ვერ არწმუნებენ იმას, რასაც ის ითხოვს. ის პირდაპირ ამბობს, მისი ხმა რომ ნათელია ხომ ყველამ კარგად ვიცით. მისი სტილისტიკა სუნთქვაზე იცნობს, ამას რა თქმა უნდა შელოკ ხომსობა ხალხო. სააკაშვილის სიჯიუტეს ვერ ახტებიან თავს, სააკაშვილმა ბოლოს და ბოლოს ისიც კი გააკეთა. მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო საზოგადოებას, მაგრამ სააკაშვილი მდედრობით როლში სანდრა რულუსის სახით ყავს ჩვენ ზუგდიდში. ხომ გააკეთა ეს არა? სააკაშვილმა ისიც გააკეთა რომ სანდრა რულუსის გამოგზავნა საქართველოში, ხა მე შენ გიტყვი, სანდრა რულუსი ჭეშმარიტად უნდა რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, დეპუტატი გახდეს. სანდრა რულუსი არის წამოსული იგივე ნიშა კაბაში და ეს მისთვის კაბა არ არის უცხო და შენ არ მოგიდგენია საზოგადოებას მინდა უთხრა რას გააკეთებინებს ის თავის დამქაშებს როგორ უბძანებს და დაგვავისდა გათომ თქვა ახსენა სხვა შორის რომ აი როგორ აგზავნი და ხან მოჭიდავეებს ხედავდით ხან რამდენი ჩაიყვანა აქედან იქ რამდენი თვითონ ცდელობა ქონდა სააკაშვილს რომ კი ვერ შემოდის ის საზღვარზე მაგრამ როგორი განცხადებებია თუნდაც ხომ რა ევროპელებმა ეს არ იციან ჩვეულებრივად მონაწილეობს საარჩევნო მონაწილეობდა ზუსტად ამ ვიდეოში ნათლად ჩანს რომ დიახ აქ ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს რომ რეალობას მოკლებულია ეს კაცი აქ ესე არა როგორც მიშას გონია იმიტომ რუსთავი ორის ვერ გამოყენება ის ამბობს მოხედავთ რებს ლაპარაკობს მაშინ რაში მჭირდებით ის რა მინდა კოალიცია მინდა მე ხა ალასანები მინდა ეს ზუსტად მისი სტილია მისი მაგ და არის ყველაზე მთავარი მისი შიშებია სააკაშვილსაც სადღაც ეთყობა სადაც ვადა ეწურება იქაც ბოლო მცდელობები აქვს ამიტომ ამოდი თქვენ და ამიტომ თქვა დღეს ირმამ ბოლო შანსია დამიჯერეთ თუ ეს 8 ოქტომბრამდე მოხდება ამის ეს კარგია რომ იმ თქვათ შორის 1 საათში დაიწყო გამოძიება მაგრამ ეს უნდა მივიდეს ბოლომდე ეს გამოძიება არ უნდა დარჩეს გამოძიებად 8-ში არის არჩევნები საზოგადოებას მეც მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ სანისრაევში კანდიდატი ვარ მე და ბობოხიძე და ძმანი მათნი თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ ისინიც და მეც და გიორგი ონიანიც უნდა იყვნენ მაჟორიტარი კანდიდატები ამიხსენით ხალხო გიორგი ონიანზე რომელზეც და არაერთ მათ ძმანზე მათზე საქმე აღზრული ჩემ პატიმრობაში, ჩემ გაამართლებელ განაჩენში სტრასბურგში პირდაპირ წერია ნათლად რომ ისქენ რომ მერაბჭიკაშვილმა თანხავი იყოს. არა, საქმე გამოიძიოს, გადაიხედოს საქმე ვინ არის მოხსენიებული. სააკაშვილს რომ ვერაჯერებს, ევროპელების ვეღარ აჯერებენ. ევროპელებსაც უჭირთ, არაერთხელ მე პირადად ყოფილვარ მეც ირმაც დათოც ევროპაში და ქონია. ისინიც ვერაჯერებენ ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ელოდებიან სახელმწიფოსგან დღეს სწორედ ეს ითქვა. თხოვეთ და ნახეთ თუ მალე არ გამოიძიონ ავტორიტეტობას და თუ იმათმა არ დაგიხვანონ კიდე შენ მოთხოვნაში თავარია მოითხოვო. თუ იქნება პრინციპული პროკურატურა კარგია და თქვენ ახსენეთ პრეზიდენტის თემა. მე გაოცებული ვარ. მე ვარ დღეს გაოცებული თურმე პრეზიდენტს ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება რომ პირადად მან საქმე მოითხოვოს რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ იყოს როგორც პოლიტიკური პარტია. და როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ? მე მინდა გიორგი მარგველოშვილი შევახსენო. ეს ის გიორგი მარგველოშვილია ჩვენ ვიდრე რევოლუციები ხდებოდა და ვიდრე ჩვენ გამოსვლები ქონა ერთადაც წინააღმდეგობას უწევდით. სააკაშვილს კიბეებზე რო იჯდა ჩვენთან და ის თავისი ფილოსოფიური აზრით ამტკიცებდა რომ მიშა გიჟია, რომ ეს ფსიქიურად შეინყა, რომ ეს ეხა აღარ არის გიჟი? თურმე ეხლა გამოდის პრესამსახური ისა რა ქვია პრეზიდენტის ამბობს რომ კარგითო რა არ ამგონიაო რომ მიხეილ სააკაშვილს ასეთო ნაციონალური მოძრაობის თავში იდოს ესო ესე იგი რა მოხდა შეიცვალა რა მე ეხლა მე მოვდივარ დებატებიდან გადაცემიდან იბერიაზე სადაც ჩემ წინ გამოვიდა ხალბატონი ხიდაშელი თინა ხიდაშელი და ერთი მოусმინეთ ხიდაშელი რას ამბობს ხიდაშელმა ჟურნალისტის შეკითხვას იცით რომ უპასუხა შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტმა რომ როგორ ფიქრობთ თქვენ შეიძლება რომ ეს ავთენტური იყოს ან შეიძლება იყოს სრულიადაც უარყო
დიახაც მათქო იცი მე არ ვაპირებ ეხლა დავიწყამის გამოძიებაო და ძალიან გთხოვ ისე შეკითხებს უმისოთ ძალიან დაღლილი ვარო მე შევახსენე ქალბატონო თინა დაღლილი მაშინ არ იყავი თორსა შენ თავდაცვის მინისტრი იყავი და 259 ხმა გადაუთვალე ჯარისკაცებს დაღლილი არ იყავი თორსა კოჰაბიტაციის ავტორები იყავით არა მაინტერესებს ჩვენ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ გიორგი მარგველაშვილი კიბერზე ჩვენთან ერთად იჯდა თავის დროზე რუსთაველზე როცა ვებრძოდი და მაშინ ფილოსოფოსად იყო ცნობილი მოაზროვნე ნიჭიერი კაცი მაშინ მაგისთვის მიშა იყო სრულად ფსიქიურად შერყეული ეხლა აღარ არის ეხლა რა შეიცვალა მიშა კაბა ჩაიცვა და სანდრა როლოვსის ფორმაშია ჩამოსული ეხლა და ყველაფერს გააკეთებინებს მის მონებს და მის მონებს ღირებულები საზოგადოება არ უყვართ ხალხო ჩვენ გავა პატრიოტ ალიანსი დგას ბოდი შეძლო ანა პატრიოტ ალიანსი დგას უმრავლესი მოსახლეობის 80% მოსახლეობის ღირსება შელახული, არ ვიცი, დაჭაგრული, ვისაც სამართლობა უნდა და 20% ნაციონალური მოძრაობის და თავისი საბოტაჟი კი, ვინც ხავთ, ვინც გადმოყოთ, ის ზღვარია. აი ეს ზღვარია, დღეს ეს უნდა გადავაყოთ მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში. სააკაშვილი იქვე დაიჭირო. მე დავასვენოთ 8 ოქტომბრის შემდეგ ვინც დაიღალა ქართული პოლიტიკური მოვლენებით ბატონ დავითს მინდა ვკითხო ბატონ დავით თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრიდან იყო დღეს მცდელობა რომ თემა წასულიყო სხვა მიმართულებით და არა ვთქვათ ამ ჩანაწერების შინაარსზე გაკეთებულიყო აქცენტი არამედ იმაზე რომ ფარული ჩანაწერებია მიყურადება ისევ ხდება ისევ გვისმენენ რა მნიშვნელობა აქვს ის ხელისუფლება იქნება თუ ეს ხელისუფლება როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით საუბრის წაყვანა მოახდინოს საზოგადოებაზე გავლენა და ის დამოკიდებულება რომელიც გამოიწვია თავდაპირველად ამ ჩანაწერებმა რამენაირად შეიცვალოს და სხვა მიმართულებით წავიდეს და საერთოდ თქვენი პოზიცია როგორი არის ამ ცდელობასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რამდენიმე რამ პირველი დიახ მე ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ეს საუბარი შედგა და რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია მეორე მე ვფიქრობ, რომ არც გიგი წერეთელი არც ცდილობს, ანუ გიგი წერეთელსაც ესმის და იქ კაკო ბობოხიძესაც და თვით გიგა ბოკერიასაც, რომ ეს არ არის რეალისტური გეგმა და ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ რაღაცნაირად სააკაშვილს და თვით რუსთავი ორსაც ესმის, რომ ეგ სისულელეა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ფიგურა, რომელიც ითხოვს ეგრეთ წოდებული რევოლუციის მოწყობას. ის ითხოვს ამ რევოლუციას რუსთავი ორისგანაც. რუსთავი ორს ესმის, რომ არა აქვს ძალები, რომ აწიოს, საზოგადოება ვერ ადუღდება სააკაშვილის ხარდასაჭერად, ვერ ადუღდება და ვერ აინთება გულანთებული საზოგადოება სააკაშვილის ხარდასაჭერად ვერ გამოვა. ეს ესმის რუსთავი ორსაც ეს ესმის გიგი წერეთელსაც და კაკო ბობოხიძესაც და კიდევ ვინ იყო იგი გარდა სააკაშვილისა ყველას ესმის ყველას ესმის პეტრეცის კარიშვილი ეთანხმება მთელი გულით ეთანხმება პეტრეცის ხო არ ვიცი მე ამიტომ მე მგონია რომ ნუ არ ვიცი ვიღაცა არის ვინც ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს მაგრამ უმეტესობა მე ვფიქრობ საღად მოაზროვნე ხალხს ესმის რომ ეგ სისულელეა მაგრამ ვიმეორებ ეს არ არის მნიშვნელოვანი სააკაშვილმა შეიძლება რევოლუცია ვერ მოახდინოს და შეიძლება კი არა ვერ მოახდენს რატომ აი პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ არსებობს ჩვენნაირი ხალხი ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ვაჯობეთ სააკაშვილს და მომავალშიც ვაჯობებთ და ის ამას ვერ მაგრამ ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში დაპირისპირება განხეთქილებები შეიძლება მოხდეს ურთიერთშეხლა შემოხლა შეიძლება მოხდეს რაც არავის არ ჭირდება და განსაკუთრებით აჭარაზე აქვს სააკაშვილს აქცენტები და აქ შეიძლება ძალიან გამწვავდეს ვითარებები რომ აქ ისედაც პრაქტიკულად უხილავი ომი მიდის თურქეთს საქართველოს შორის აჭარაში და მხოლოდ ბრმა ადამიანს არ უნდა ამის დანახვა ან არ შეუძლია ან არ უნდა ამიტომ ბევრი რაღაცის გაფუჭება შეიძლება და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ აქ მიტინგს 1 ოქტომბერს დღის 3 საათზე ამას ხას უსვავ რომ ყველას უთხრა და ყველას ველოდები ამ მიტინგს რომ ჩვენ გამოვიდეთ იმდენი რომ გაიგონ ამათმა რომ ეს აბსურდია მაგრამ მეორე მხარეა რომ სახელმწიფომ ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება მე ვთვლი რომ პრეზიდენტის ჯერ მინდა მერაბს უთხრა რომ მარგველაშვილი ჩვენთან ერთად კიბეზე შეიძლება სულ ერთხელ იყო ან ორჯერ იმიტომ რომ იმ კიბეებზე სადაც ჩვენ ვიყავით ყოველდღე მარგველაშვილი ორ თვეში ერთხელ თუ მოვიდოდა ხო ნუ როცა გამოჩდებოდა ის არ იყო ჩვენი მუდმივი თანამებრძოლი პერიოდულად ჩემოივლი და
ნუ ალბათ თქვენ ახლა მე არ მე ვიცნობ კარგად, მაგრამ ახლა ჩვენ ფილოსოფიაზე არ გქონდა საუბარი, თქვენ ალბათ შეიძლება გქონდა. ყოველ შემთხვევაში ის არ იყო ჩვენი თანამებრძოლი, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა, რომ მეც ვფიქრობ, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე არ არის კარგი, სწორი, ადეკვატური და სამართლიანი. სრულიად ნათელია, რომ ადგილი აქვს დანაშაულს და სრულიად ნათელია ყველასთვის, რომ აუცილებელია ახლა მაინც დაიწყოს ამ კაცის დასჯა, რომ საერთოდ ეს სულისკვეთება მოგვდეს. აი ეს რა სულისკვეთება აქვს სააკაშვილს, სულ ვიმეორებ ამას, განზრახო საზოგადოებამ კარგად გავაცნობიეროთ ყველა. სააკაშვილი არის 4 არა სამშობლო, არა რწმენა, არა ერი, არა სქესი. აი ეს სულისკვეთება უნდა აღმოვხვრა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ სახელმწიფოში და სწორედ ეს არის, ამიტომ უნდა დაისაჯოს სააკაშვილი, რომ ესეთმა გიჟებმა თავის რევოლუციური, ვითომ რევოლუციური აზრებით საერთოდ დაასრულონ ჩვენ ქვეყანაში დაასრულონ არსებობა. და ამ სიტუაციაში რას ნიშნავს ფარული ჩანაწერი? ამ ჩანაწერში იკვეთება უდაოდ დანაშაული. თუ დანაშაული არის და მე მგონია რომ არის, ეს ჩანაწერი უნდა არსებობდეს კიდევაც. ფარულ ჩანაწერებზე ლაპარაკი სხვა რამეზე არ უნდა ჩამწეროთ მე და თქვენ, როდესაც ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ. რას ნიშნავს ჩანაწერი? სპეცსამსახურები იმიტომ არსებობს, რომ მათ დროულად უნდა დაინახონ ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დანაშაულს ჩადის და მიიღონ სასამართლოსგან ნებართვა, რომ დაიწყონ თვალთვალი და ჩაწერა. ეგ სულ სხვა ამბავია. და როდესაც მე და თქვენ და მერაბი და კიდე ადამიანები არაფერს არ ვაშავებთ, ჩვენ არ უნდა გვწერდეს არავინ, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის დანაშაული. თორე ის რომ ეხლა სააკაშვილი გეგმავს რევოლუციას, ეს დიდი ხანია ამას გეგმავს და დიდი ხანია ამას ლაპარაკობს და რაღაცა მომენტში, ესე იგი, საქმე ისეთ სტადიაში გადავიდა, ალბათ, რომ ნებართვა უნდა იყოს სასამართლოდან, თუ ეს ჩანაწერი სუსის ჩაწერა, მე არ ვიცი ვის ჩაწერილია, მაგრამ თავისთავად აბა როგორ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურები. ძალოვანი სტრუქტურები დეტალურობას უწევენ პროცესებს და თუ სტადია პროცესი ისეთ სტადიაში გადადის, რომ იქ უკვე იკვეთება დანაშაული, სასამართლო აძლევს მათ ნებართვას ამა თუ იმ ჩანაწერის და მოსმენაზე. არ უნდა იყოს უსაფუძვლო მოსმენები, ამას ვებრძვით. პრეზიდენტმა საერთოდ ამ თემაზე არ უნდა ილაპარაკოს, აქ სრულიად ნათელია, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდის საუბარი. კაცო, იმას შეუძლია გადატრიალება თუ არ შეუძლია, ეს მეორე თემაა. გამოუვა, არ გამოუვა. სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი და პრეზიდენტის რეაქცია ის კი არ უნდა იყოს, რომ რა, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი და მოდი ეხლა ჩვენ კი ნუ წერთ ერთმანეთს 8 ოქტომბრამდე 7-ად მივიდეთ. რა შუაშია 8 ოქტომბრამდე აუცილებლად 7-ად უნდა მივიდეთ. ეს უკამათოა. და 7-ად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, მაგრამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს კაცი დაკითხულიც უნდა იქნას. მე ვფიქრობ, რომ სხვა შორის უკრაინის ხელისუფლება დიდი სიამოვნებით შეუწყობს საქართველოს ხელს, ისე ამოვიდათ ხელში ეს კაცი იქ მაგარ. აღარ იციან როგორ მოიცილონ თავიდან და უნდა დაისაჯოს ეს სააკაშვილი და მე უკვე წინ მივდივარ, მე ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია ამას ვამბობ, ამას ხო დღეს და გუშინ არ ვამბობ. წლებია ვლაპარაკობ, რომ ეს ორგანიზაცია და უკანონო ორგანიზაციად გამოცხადდა. საერთოდ უნდა მოიხსნას. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა უკითხო ქალბატონ იმას, რომელიც შემოგვიერთდა და დღეს ძალიან ბევრი ეთერი ქონდა დაღლილე, მაგრამ მადლობა რომ მაინც მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ირმა, თქვენ ძალიან ხშირად ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს, ეს ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს კანონგარიში და დღევანდელ თქვენს ბრიფინგზეც იყო ამის მოთხოვნა, თქვენ გააჟღერეთ ეს პოზიციაც. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ეს ჩანაწერები ნახეთ, გვიან შემოგვიერთით და მე მიწევს ოდნავ მიუბრუნდეთ ემას. რა რეაქცია გქონდათ და თქვათ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ რა შეიძლება გააკეთოთ თქვენ როგორც პოლიტიკოსმა და ხელი შეუწყოთ პროცესების ისეთ განვითარებას, როგორი სურვილიც გქონდათ თქვენ. ჯერ ერთი მე ვეთანხმები ბატონ დავის და ასე არის ეს, რომ ფარული ჩანაწერი არის სულ სხვა კატეგორია და დანაშაულის შემცველი ან დანაშაულის ნიშნების შემცველი ან დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი, რაც ვიხილეთ ჩვენ, ეს არის სულ სხვა კატეგორიის ჩანაწერი. ამიტომ ის დღეს მაინც და მაინც აპელირებს და საუბრობს იმაზე, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელება არ შეიძლება. ყველა ეს ექსპერტი, პოლიტიკოსი, მედია საშუალება არის დაინტერესებული ნაცმოძრაობის გადარჩენით და გაცოცხლებით და მე, როდესაც სწორედ
იურისტებთან გავიარე კონსულტაცია, ჩვენ ნახეთ კანონმდებლობა რას ამბობს, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის გარანტორი კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი, მას აქვს უფლებამოსილება, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ნაციონალური მოძრაობისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. აი ახლა ეს არის ტესტი ამ პრეზიდენტისთვის. მიმართავს თუ არა ის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთოდ წავა თუ არა აი ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ვინც ამ საუბარში მონაწილეობს, ეს პირები არიან პარლამენტის იმუნიტეტი, დეპუტატის იმუნიტეტი იცავთ. მაჟორიტარი კანდიდატები. კი, და მეორეს მხრივ ესენი არიან კანდიდატები. აი ხა საქმის აღძვრისთანავე მთავარმა პროკურორმა უნდა მიმართოს პარლამენტს, უნდა იქნას საგანგებო სხდომა და შეუჩერდეთ ყველა ამ პირს სადეპუტატო იმუნიტეტი. ამავდროულად მთავარმა პროკურორმა უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და როგორც მოქმედ კანდიდატებს მათ უნდა შეუჩერდეთ ეს საკანდიდატო იმუნიტეტიც. ეხლა ეს ყველაფერი არის ფორმები, გესმით? კარგია რომ დაიწყო გამოძიება. 315 მუხლის პირველი ნაწილი. მე თუ მკითხავთ მეორე მესამე ნაწილიც ესადაგება ამ ყველაფერს. არსებობს პარტიების შესახებ კანონმდებლობა, ხო? რა ეკრძალება პარტიას და ის რაც ეხლა ამ ჩანაწერში ჩანს, მე თუ მკითხავთ, ეს არის შეთქმულების ორგანიზებაც, ამბოხებაც, რევოლუციას და ყველაფერი ის, რაც საფრთხეს უქმნის. აი, კარგად მინდა რა, რომ კიდე ერთხელ ავხსნა. არა მარტო ხელისუფლებას, არამედ აქ საუბარი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი საყრდენის კონსტიტუციის დაცვაზე. და ეს ხალხი ეხლა შეიძლება ხელისუფლების დასაცავად არ გამოვიდეს სამოქალაქო საზოგადოებად, რომ ბევრი რამე აქვს ამ ხელისუფლებას, რის გამოც არ დაიცავს თქვა საზოგადოება მას, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური წესწყობილების, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, რა თქმა უნდა, ყველანი ერთიანი ვართ ამაში და მე წეგანას თქვი და ეხლაც მინდა ვთქვა, სააკაშვილის კი არ ეშინია ვინმეს, ან ნაციონალური მოძრაობის კი არ ეშინია ვინმეს, ამ ჩანაწერმა ცხადყო, რომ თვითონ ისინი აღიარებენ, რომ პრობლემა აქვს, ვერც არჩევნებში იმარჯვებენ და იმარჯვებენ კი არა, საერთოდ არ აქვს ის რეიტინგი, რასაც უწევს ერთის მხრივ რუსთავი 2, მეორეს მხრივ იმედი სხვათა შორის, რომელიც აქვეყნებს ერთ-ერთი ქართული კომპანიის კვლევას და რუსთავი 2 გასაგებია, ხო? ეხლა იმედი გუშინ რაც მოხდა იმედის ეთერში ინტერაქტიული გამოკითხვა მიდიოდა, რომელი პარტიის დაპირებებს იზიარებ. ეხლა აშკარად ჩანდა, რომ ტელეარხი ლობირებდა მაინც და მაინც ქართულ ოცნებას და 62% ქონდა დაწერილი. ეხლა ტვინი ხო უნდა გეყოთ და თავში გქონდეთ რაღაცა რამდენიმე გრამი ის მაინც რა ტვინის, რომ ასეთი რამის გაკეთება, აი ხელოვნურად ასეთი ინტერაქტივის დადება, ეს არის იმისი გამოხატულება, რომ ამ ქვეყანაში თქვენ გქონიეთ ეხლა ქართულ ოცნებას ვეუბნები და მის PR მრჩევლებს რა, ვინც ამას აკეთებინებს იმედს. რომ ესე იგი გამოდის, რომ ერთპარტიული დიქტატურა ყოფილა ამ ქვეყანაში რა, რომ 62% თუ ქართულ ოცნებას აქვს და დანარჩენი არც ერთ პარტიას არაფერი. მაშინ თქვენ ყოფილხართ კომუნისტური პარტია და ვინ გაძლევთ ასეთ რჩევებს, რომ აი ესეთი ინტერაქტივები, ხელოვნური ინტერაქტივები დადოთ იმედის ეთერში. და საერთოდ ვის ემსახურება ამ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა, ის სრულიად გაუგებარია ესა რა. ეხლა რა ვუყოთ მაშინ ჩვენ იმ ამერიკული ძალიან გავლენიანი კომპანიის კვლევის შედეგებს, რომელიც სხვათა შორის ასეთი ხალისით არც ერთმა არხმა არ გააშუქა, აბა დააკვირდით. და ეს არის ყველაზე გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია კვლევითი, მე ჩვენ დავინტერესდით და გადავხედეთ ხო ინტერნეტში მასალებს WAPA, რომელიც აი უბრალოდ არ შემოსულა აქამდე საქართველოში ასეთი ტიპის კომპანია, ემსახურება ჰილარი კლინტონს, ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია. მის რეპუტაციაზე კომენტარი არავის არ გაუკეთებია, ვაკეთებენ გესმით, მაგრამ გაშუქებას დააკვირდით, რომ არც ერთმა არხმა ეს არ აიტაცა. და ჩვენ ახლა იმ 16%-ით რაც აქ დაფიქსირებულია და 25 ოცნება და 16 ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს რეალისტური ციფრია. ჩვენ ვამბობთ რომ 30%-ზე მეტია დღეს ჩვენი რეიტინგი და კიდე მზარდია, გესმით? და ამასობაში ჩვენ ვხედავთ რომ ნაციონალურ მოძრაობას ხან რუსთავი 2-ის კვლევარები უწერენ რაღაცა სასწაულ პროცენტს, ხან იმედი და
ეს დღევანდელი ჩანაწერი ცხადყოფს, რომ კურდღელებივით არიან აცახცახებული, ვერ ბარიერის გადალახვის პრობლემაც აქვს. რეალურად კიდე ერთხელ ვამბობ და მინდა რომ ტელემაყურებელმა გაისის ხორცოს, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ, არა აქ არავითარი ძალა ამ პარტიას დღეს. არავითარი 16 და 36 და რა ვიცი მაღალი პროცენტები ჩვენ გვაქვს ჩვენ 16 მართლევაში ამერიკელების კვლევაში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასაც ხო უწერენ მაღალმა ჩვენებმა 12% დაუწერეს. ხო, მათ არა აქვთ, არა თუ 12%, 6.7% ხო ასეა ბატონ დავით, თქვენს დამეთანხმებით, 7%-ის ფარგლებში ტივტივებენ რა და ანუ თვითონაც აღიარებენ ამას. ეხა რა რჩება, რა ბერკეტი რჩება, ხო? სამართლებრივი გზა ერთი. მაგრამ არის მეორე მომენტი აქ, მე ბევრი საქმე მახსოვს, რომლის ძიებას დაიწყო ამ ხელისუფლებამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა და გაჩერდა. ეხლა არის ის ეტაპი ამ ქვეყნის ცხოვრებაში, როცა ამ დაწყებული გამოძიების გაჩერება ეს ნიშნავს იმას, რომ თავს დაიმარხავს დღევანდელი ხელისუფლება რა, იმიტომ რომ თუ დაიწყეთ თქო, წეღანაც თქვი მე ეთერში, მაშინ მიაწექით ნება იბოძეთ და მიაწექით, თუ არა ჩვენ მოგაწვევით მაშინ. და ესე აღარ იქნება რა, რომ საზოგადოება და ქვეყანა აცხოვრონ მუდმივი რევოლუციების და გადატრიალებების შიშის ქვეშ. ჩვენ ვიგებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ძალიან ბევრ რეგიონში წინ უსწრებთ კიდე ჩვენი რეიტინგით ოცნებას აჭარაში, გურიაში, კახეთში, სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენ არანაირად არ გვაწყობს არც არეულობა, არც ემატყება, არც ჩხუბი, არც არავითარი დესტაბილიზაცია და ერთადერთი ვისაც ეს აწყობს არის ნაცმოძრაობა და ის მისი მოკავშირეები, მაგალითად რესპუბლიკური პარტია, რომელიც 1%-საც ვერ აღწევს ახლა მისი რეიტინგი და არიან გატრონულები მთელი დღე. ხმას არ იღებენ. ზუსტად მაგას აჯერებენ და ვერ აჯერებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ 6%-ზეა მართლა საუბარი და 5-ზე. მაგას ვერ აჯერებენ და ის ყველაფერს მოითხოვს. და სამწუხაროდ ის დააღროვინებს სისხლსაც. ჩვენ ეს არ გვიკვირს, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უკვირს ხალხო. დღეს როცა 75% ყურებადია ობიექტივი, ხომ, რეგიონებში მაინც ხომ იციან რა დღეში არიან და ეხლა ოცნების თემაზე მინდა გამოვეხმაურო იმას. ჩემო მეგობრებო და ხალხო, იქ რომ იმედზე რომ მართლა იწერთ ამ ხელა 62%-იან იმას. შეხვედრებზე მაინც არ ვიცოდეთ. თქვენ შეხვედრებზე ჩვენი კონკურენტები ვინც ხართ? 5 და 4 კაცი რო გამოდის და 40 კაცს თუ შეკრებავთ, ნახევარზე მეტი რო თქვენები ხართ. ეს ხომ კარგად იცით არა? ჩვენ ხომ ყველა სახში ვარ შესულები არა? ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით. მოახერით ხალხს თვალს. თემას მინდა დაუბრუნდეთ ჩანაწერების თემას და გამოძიების პროცესს. ჯერ კიდევ თქვენმა მაიდანის პროცესში, როდესაც კიევში მიმდინარეობდა ასეთ მწვავე პოლიტიკური პროცესები, ანონსებდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ემზადება რევანშისთვის, ემზადება არეულობისთვის 3 წელია უკვე ამ თემაზე. მიდის საუბარი. სწორედ ამას გეუბნებით. ეს ჩანაწერებიც არ არის პირველი. ჩვენ გვახსოვს სამწუხაროდ, რომ რუსთავიორიც არ არის პირველად მოხსენებული ასეთ ჩანაწერებში. ხო ჩვენ გვახსოვს რომ რუსთავიორის ეზოში უნდა მოხდარიყო რაღაც არეულობა, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი. აი ასეთ ჩანაწერებს წაუყრუ ეს თავის დროზე თითქოს ან არ იყო ინტერესი, ან არ ვიცი რა არ იყო. თქვენ გაქვთ იმის იმედი, მე რა თქვენ გკითხავთ, გაქვთ იმის იმედი, რომ გამოძიება მივა ბოლომდე, ან ამ თემას უფრო მეტად ჩაუღრმავდებიან, ვიდრე წინა პერიოდში. რატომ მაინც თქვა, აი არჩევნების წინ უკვე ფაქტია, ხო, ეს ჩანაწერები იდეებს და ფაქტია, რომ რაღაც პროცესების დაწყებას აპირებს პოლიტიკური გუნდი. დიახ, იმედია ზუსტად იგივე საუბრას თავიდან მე და ირმას პირველი რაც თქვით, რომ ეხლა ერთადერთი ყველაზე კარგი შანსი აქვს, რეალური შანსი აქვს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც ეს საქმე ამ ცხელკვალზე მიიყვანოს ახლოს. იმიტომ რომ რატომ ვერ შეძლო მანამდე 3 წლის განმავლობაში ეტაპები იყო, ხო? დააკვირდით რა ხდება ამ გუჩიც კი უკვე სერიოზული დაპირისპირება ხდება. აი ეს ჩანაწერი ზუსტად მაგას მიუთითებდა, რომ აქაც კი უკვე ამ ადამიანს ზღვარს გადასვლას ვერ აჯერებენ, იმ რეალობას ვერ ანახებენ და ამაზეა საქმე, რომ ეხა ეს არის ბოლომდე გაგიჟებული, მაგრამ მთელი ოჯახით არის ის ჩართული ამ პროცესში. იქ სანდრა, იქ რაღაცა მოწყობილი ისაა, დაგერ ბათუმშია, დავით ახამუროვი და თვითონ ამბობს, ხო და აქციებზე და ძალის დემონსტრირებაზე, როცა ხართ ორიენტირებული, მართლა პირველში ნახეთ, როგორ გამოვა საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ვინ ხართ თქვენ და ვის უდგას ეს საზოგადოება. გაიგოს პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობა, რომელმაც იცის და მე მინდა გაიგოს ოცნებამაც, რომ ეს ხალხი ზუსტად ამას მოითხოვს, მალე გამოიძიონ. ვის უნდა მართლა მე მინდა დაპირისპირება ჩემ რაიონში, წანის რაიონში, მოგებულში, ირმაინაშვილს უნდა საგარეჯოში დაპირისპირება მოგებულში, თუ დავით ახამურავს და ნებისმიერ ჩვენებს. მითხარით თუ ზურახაჩის ეს სულ არ მინდა, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ არჩეული ვარ.
მე ზუსტად ვიცი რომ ამის გამო გვირჩევენ ჩვენ რომ ესე მივყვებით ბოლომდე გულისცემას ტკივილს ნებისმიერ გაჭირვებას რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიგვიშლის ხელს თურმე განვითარებაში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ვიგვიშლის ხელს ევროპაში ნაციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს ხელისუფლება არის თქვა საპარლამენტო ოპოზიცია და არის პოლიტიკური გუნდი რომელმაც მოახდინა ან რომელსაც დიდი ბოდიში საბოტაჟნიკები მე დავიტოვე მე დავიტოვე საბოტაჟნიკები გამგეობებში თვითმმართველობებში სოფლად მე დავიტოვე საბოტაჟნიკები ვიხევს ერთი წამით უბრალოდ კითხეთ ვინ არის საგარეჯოში პოლიციის უფროსის კაცი სად იყო ის კაცი ვინ ხევს გოგაონიანი დღეს საკრებულოში უნდა იყოს მაჟორიტობის კანდიდატი ლატარიას კონკურენტი იქ ვიღაცა უნდა იყოს იმის კონკურენტი როგორ შეიძლება ბასიშვილი უნდა იყოს კონკურენტი ნახეთ ვინ ხევს გაოცებულები ვარ მესამე ბანერი ჩამოხიეს თქვენ თემას არ მინდა ძალიან მოშორება აი რა მინდა ვთქვა ეხლა და გავჩერდები საზოგადოებაშიო შიშიაო მე ვფიქრობ იმდენად შიში კი არ არის ჩვენი ერი არ არის შიშარაერი და არაფრის არ ეშინია ჩვენ საზოგადოებას აქ საუბარი იმაზე რომ ღიად არაფიქსირებენო რომელ პარტიას უჭერენ ხარჯ და რომელ კანდიდატს და რა არის ამისი მიზეზი შეიქმნა რაღაცა ახალი ჯიში გესმით აი შეჯვარებული რაღაცა ნაციონალური მოძრაობა და ოცნების რაღაცა ისა რა ახალი ჯიში და ხალხმა ჯერ არ იცის ეს ჯიში როგორია რაზე არის სპასობნი რო იტყვიან იკბინებას და იკბინება ანუ ის ვიცოდით შეჩვეული ცხოველი იყო ვიცოდით ის გადათელავს მოკლავს გაატყავებს აწამებს ყველაფერს იზავს აი ახლა ეს შეჯვარებული გესმით ეს აღარ იცის ხალხმა რა ტიპის ცხოველია და ამიტომ არის აი ეს რაღაცა და ამიტომ არის რომ იმ საგარეჯოშიც და მაგას უჩვენებს ეს აი პოლიციის უფროს ეხლა ვეუბნები საგარეჯოელებს ეს ის პოლიციის უფროსია დავით ჭიაბერაშვილი რომელსაც არაერთი ადამიანი ყავს ნაწამები ნაცემი და არ ვიცი რამდენი უბედურება აქვს ჩადენილი და საგარეჯოს გავათავისუფლებ ამ პოლიციის უფროსისგან რა აი ყველა საგარეჯოელს ვეუბნები მაგას ბანერის დახევაზე კი არ არის მთელი გიორგი წმინდა ფეხზე დგას ყველა ჩვენ გვიჭერს ხას გიორგი წმინდას მოვიგებთ ჩვენ და საგარეჯოსაც მეორედ მოვიგებთ მაგრამ აი ეს პოლიციის უფროსი და ის გამგებელი კიდე გზირიშვილი და სხვები საკრებულოს წევრი იქაური ესენი ყველა ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერები იყვნენ და შერწყმული არიან დღეს ოცნებასთან და ისევ სააკაშვილის საქმეს აკეთებენ გესმით და ისევ ძირს უთხრიან იქ ყველაფერს რაც ეხება ნორმალურ და მშვიდობიან არჩევნებს თორე ვახო გომელაური კი არ ახევს იქ იმას ბანერებს და მღებრიშვილი აი ეს პატარა ჭიაღუები აკეთებენ ამას და 9 ოქტომბერი გათენდება და დამთავრდება თქვენი ეპოქა საგარეჯოში და მთელ საქართველოში ერთი რამე მინდა თქვა ეხა საგარეჯოზე წინა არჩევნებში როცა ვიყავით ირმასთან გიორგი წმინდა არ იყო და ეს რაიონი სოფლები ბოძები რო ქონა წაქსეული სპეციალურად ზებზე გადადებული არა მაინტერესებს ესენი არ იყვნენ საზოგადოებას თვალი ახელილი აქვს და რაც ახსენე აი ეგრეთ წოდებული ახალი მუტანტი როა წავკიში 87 წლის ელიზბარაშვილი ქალბატონი ცხოვრობს, რომელსაც მესამეჯერ ასოცილარი დაეკისრა წყლის გადასახადი და რომივე და გამოვიდა, იცით მე რა მითხრა ბოლოს? აი რა არის შიში სად არის? აი რომ არიცია, ირმამრას თქვა რა მუტანტია ეხა ეს კოციდანაცი. იცით რა მითხრა? რო გამოვედიო შვილო ეხა შეთან და გელაპარაკები მე ვიცი პატრიოტი რო ხარო და პატრიოტალენს და რო გელაპარაკებიო, იმოცნას ხო არ მომიხსნიან, ასე მეუბნებიან მოგიხსნიან. აი ეს არის ტრაგედია ხალხო. ამასია საუბარი 87 წლის ბებოს თუ აშინებ შენ დღეს ოცნება შემოსული ბიზინაბრო კაცი გახადა და თურმე თავიდან მომდე ნაცი რო ხარ რა არ გახსოვს ფოტოები რო შეცვალეს მიშა სააკაშვილის და სანდრა რულოვსის როგორ მუშაობით არ გახსოვს კონკურენტებს ვეუბნები ამას ზუსტად ბატონ დავით, აი ამ საკადრო პოლიტიკაზე და პროცესებზე უნდა გკითხოთ და ბუნებრივია გამოძიებაზეც. თქვენ თქვით, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც აღუდგება წინ სააკაშვილს და ვერ განახორციელებს თავის გეგმებს. რატომ ვერ აღუდგა ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ მოიქცია თავი ჩიხში, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა ეცადეს, რომ არჩევნებმა და დანარჩენმა პროცესებმა ჩაიაროს მშვიდად, ნორმალურად და არეულობის გარშე. პრაქტიკულად ფორს მაჟორში უწევთ უკვე მუშაობა და საგამოძიებო პროცესის წარმოება. ეს ხელისუფლება არ არის ხელისუფლება, რომელიც დასჯის ვინმეს. აქ ამაზე არა საუბარი, პირველი შემთხვევა არ არის სხვათა შორის. სააკაშვილი და მისი გუნდი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 3 წლის წინათ ცდილობდა რაღაცა რევოლუციის გავსის მოწყობას და მაშინ კვლავ ჩვენ. მაშინ პატრიოტთა ალიანსმა ირმა-ინაშვილმა ამხილა მაშინ 2 წლის წინაც იყო, მაშინაც სხვათა შორის ირმა-ინაშვილმა მერე გახსოვთ
იქ საწყობები ვიპოვეთ, სადაც ხან საბურავი იყო, ხან რაღაცა ყოველ ჯერზე მიტინგი ორჯერ მოვაწყეთ, ერთხელ 25,000 კაცი გამოვიდა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი 1 ოქტომბერს მიტინგი? იმიტომ რომ როდესაც აი ესეთ მიტინგებს ხედავს სააკაშვილი, ის ხვდება რომ არავინ არაა და თავი უნდა დაანებოს ამ აზრებს, ეგ ერთი. მაგრამ ეხლა მიტინგი არის ორმაგად საჭირო. იმიტომ რომ სააკაშვილებმაც დაინახონ, რომ ჩვენ მათ დავჯაბნით და თვითონ ხალხმა დაინახოს, რამდენი ვართ ჩვენ და დაინახოს ხალხმა, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ. კარგია რომ გამოძიება დაიწყო, ხელისუფლება პირველად არიწყებს გამოძიებას, მაგრამ როგორც კი სიტუაცია მშვიდდება, ხელისუფლებაც ჩერდება. გამოძიება წინ აღარ მიყავს, იმიტომ რომ ყოველგვარ გართულებას არიდებს თავს და ამჯერადაც აარიდებს თავს გართულებას. ერთადერთი ხალხი, აი ხმამაღლა ვამბობ ამას, საქართველოში ერთადერთი ხალხი, ვისაც აქვს სულისკვეთება და შესწევს უნარი, რომ დასაჯოს მიხეილ სააკაშვილი და მთლიანი მისი დამნაშავე რეჟიმი ვართ ჩვენ. ამაზე ჩვენს გარდა არც არავინ არ ლაპარაკობს. ამაზე ჩვენს გარდა არც პრეტენზიას არავინ არ აცხადებს. კონკურენტიც არ აქვს ამ საქმეში. მართალია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთადერთი პარტია და ერთადერთი გუნდი ადამიანების, რომელსაც მიზნა დააქვს, რომ დასაჯოს სააკაშვილი და მისი რეჟიმი ვართ ჩვენ. და ამას ვაკეთებთ არა შურისძიების გამო. ხას უსვავ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, მათ შვილებმა იცოდენ, რომ არ შეიძლება გააკეთო ის ბოროტებანი ჩაიდინო, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა. არ შეიძლება ქვეყანა, ნახევარი ქვეყანა ციხედ გადააქციო. არ შეიძლება მოსახლეობის 10% დაიჭირო. არ შეიძლება აწამო ხალხი, არ შეიძლება ხალხის გაუპატიურება, არ შეიძლება ხალხის მოკლა ქუჩებში და არ შეიძლება მოიპარო მრავალი მილიარდი და კიდე მერე სადღაც წახვიდე და იქიდან მშვიდად ცხოვრობდე და რევოლუციებს აწყობდე. ამიტომ ეს ხალხი უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, რომ 1000 წელი ახსოვდეს საზოგადოებას, როგორ დაისაჯა ეს ხალხი. რომ მსგავსის ჩადენა არავის არ უნდოდეს. თორე ამის შემხედვარე შეიძლება ახალგაზრდა ბავშვებმა იფიქრონ, რომ მეც ასე ვიცხოვრი. ეს არ შეიძლება, ამიტომ უნდა დაისაჯონ ისინი. მაგრამ დამსჯელი არავინ არაა. აი 1 ოქტომბერს რო შევიკრიბებით მიტინგზე, ჩვენ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და დასაჯოს. მაგრამ ხელისუფლების იმედი მაინც არ უნდა გქონდეს, ჩვენი თავის იმედი უნდა გქონდეს, ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში და ჩვენ დავსჯით ამ ხალხს. ბატონ დავით, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო უკვე პრაქტიკულად იწურება. გადაცემის მეორე ნახევარში უნდა გკითხოთ აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის ნაშთებზე და ასე ვთქვათ, გაგრძელებებზე აჭარასა და ბათუმში, რაზეც თქვენ საუბრობდით, თქვენი საუბრის დასაწყისში. რამდენიმე წუთით დავამშვიდობებით მაყურებელს და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ასევე გაჩვენებთ გამოკითხვას, რომელიც ნათია მაზანაშვილმა მოამზადა სწორედ დღევანდელ ჩანაწერებთან დაკავშირებით, როგორია დედაქალაქის ქუჩებში საზოგადოების პოზიცია. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში.